დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერია, რომი, სრული კოლაფსის ზღვარზე. ეს არის ამბავი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეიძლება დაიმსხვრეს ერთი შეხედვით უძლეველი სახელმწიფო. მოდით, ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მაგალითს ჩაუღრმავდეთ, რომის იმპერიას. ნახოთ, როგორ გადაიქცა მისი ეწოდებული ოქროს ხანა თითქმის 100 წლოვან ქაოსში. სანამ დეტალებში გადავალთ, მოდით ამ ქრონოლოგიას შევხედოთ. ხედავთ, თითქმის მთელი საუკუნე, 96-დან 180 წლამდე, რომს მართავდა 5 კარგი იმპერატორი. ეს იყო წარმოუდგენელი სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხანა. მაგრამ 180 წელს იმპერატორ კომოდუსის მოსვლით ყველაფერი თავდაყირად დღება. ამას კი მოჰყვა მესამე საუკუნის კრიზისი, 50 წლიანი პერიოდი, რომელმაც იმპერია ფაქტობრივად სრული კოლაფსის პირას მიიყვანა. მაშ, საიდან დაიწყო ეს კატასტროფა? როგორც ისტორიაში ხშირად ხდება, ყველაფერი სათავეს იღებს მმართველობის მწვერვალიდან, ერთი შეხედვით უბრალოდ ცვლილებით. წარმოიდგინეთ, თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში რომში სიმშვიდე და სტაბილურობაა. და აი მოდის ერთი მმართველი, კომოდუსი, რომლის კატასტროფულმა მმართველობამ ეს ყველაფერი დაასრულა და უზარმაზარი ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა. და როცა იმპერატორის ძალაუფლება სუსტდება, ეს ვაკუუმი ხომ ვიღაცამ უნდა შეავსოს, არა? რომის შემთხვევაში სცენაზე გამოდის ყველაზე ორგანიზებული და ძლიერი ინსტიტუტი არმია. სწორედ ამან გამოიწვია რომის პოლიტიკაში ფუნდამენტური და როგორც აღმოჩნდა, ძალიან სახიფათო ცვლილება. კარგი, მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ ჩაიგდო არმიამ კონტროლი ხელში? მოდით, ამ პროცესს კარგად დავაკვირდეთ, რადგან სწორედ ეს იყო ის პირველი დომინო, რომელმაც ყველა დანარჩენი წააქცია. ეს პროცესი, იცით, ეტაპობრივად განვითარდა. თავიდან იმპერატორის ავტორიტეტი უბრალოდ შეირყა. მერე არმია გამოჩნდა სცენაზე, ვითომ სიტუაციის დასასტაბილურებლად. მალევე, ცალკეულმა ლეგიონებმა თავიანთი გენერალების იმპერატორებად გამოცხადება დაიწყეს. და საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ ძალაუფლება ეკუთვნოდა არა კანონს, არამედ იმას, ვისაც ყველაზე ძლიერი არმია ჰყავდა. პოლიტიკური კრიზისი სრულფასოვან სამხედრო დიქტატურად გადაიქცა. და აი, ამ ახალმა რეალობამ, სადაც ძალაუფლებას ხმალი განსაზღვრავდა და არა კანონი, რომი ჩაითრია 50 წლიან თითქმის უწყვეტ კრიზისში, რომელიც ისტორიაში მესამე საუკუნის კრიზისის სახელით შევიდა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო რაღაც ერთი კონკრეტული პრობლემა, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით იდეალური შტორმი. პოლიტიკური არასტაბილურობა, საზოგადოების შიგნიდან რღვევა, სამხედრო ანარქია და გარედან შემოსევები. ეს ყველაფერი ერთდროულად დაატყდა თავს იმპერიას და ნაწილ-ნაწილ შლიდა მას. და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ქაოსი პირდაპირ ურტყამდა ჩვეულებრივ ადამიანებს. აბა წარმოიდგინეთ, მუდმივი სამოქალაქო ომები ხაზინას აცარიელებს. ფული უფასურდება. სავაჭრო გზებზე გადაადგილება სახიფათო ხდება, ეკონომიკა კი ინგრევა. და რაც მთავარია, მოქალაქეები კარგავენ რწმენას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას საერთოდ შეძლებს. და თითქოს ეს შიდა პრობლემები არ კმაროდა, იმპერიის საზღვრებზეც კატასტროფა ხდებოდა. სანამ რომის ლეგიონები იმპერატორის ტახტისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ, საზღვრები პრაქტიკულად დაუცველი რჩებოდა. ამით რა თქმა უნდა ისარგებლეს მტრებმაც. ბარბაროსული ტომები და მეტოქე იმპერიები სულ უფრო თამამად იჭრებოდნენ რომის ტერიტორიაზე. ანუ, რა მივიღეთ საბოლოოდ? შიგნიდან სამოქალაქო ომი და სოციალური რღვევა, გარედან კი მტრების მუდმივი შემოსევები. აი სწორედ ამ კომბინაცია მიიყვანა ოდესღაც მართლა უძლეველი იმპერია კოლაფსის ზღვარზე. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რომი ამ კრიზისის შემდეგ უბრალოდ კი არ გადარჩა, ის სრულიად შეიცვალა. ის ძველი რომი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სწორედ ეს კრიზისი იყო კლასიკური ანტიკური სამყაროს დასასრული. ეს არ იყო უბრალოდ რაღაც პერიოდი, ეს იყო მთელი ეპოქის დასასრული და შუა საუკუნეების სამყაროსკენ გადადგმული პირველი გარდაუვალი ნაბიჯი. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვიტოვებს ერთ ძალიან საინტერესო და ცოტა არ იყოს საგანგაშო კითხვას. გარდაუვალი იყო ეს ყველაფერი, ბედისწერა იყო იმპერიის დაცემა თუ ყველაფერი ერთი ადამიანის, ერთი არასწორი გადაწყვეტილების გამო დაიწყო?